ბოლო რამ, რაც პუტინის ონს სიცოცხლეს უნარჩუნებდა, თითქოს მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო. თვალთახედვიდან დამალული, რაღაც ისეთი ფასეული, რომ ვერაფერი ვერ შეცვლიდა მას. მაგრამ უკრაინამ იპოვა ის და უკრაინამ დაარტყა მას. საფრანგეთმა ააშენა ის, უკრაინამ სრულყოფილად აითვისა, ხოლო რუსეთმა ყველაფერი ერთ დარტყმაში დაკარგა, რადგან სასიკვდილო სკალპის რაკეტებმა გაანადგურეს ცენტრი, რომელიც სავსეა რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღებით. სამიზნე დონეცკში იყო. იქ უკრაინამ მიაწოდა ყველაზე მომაკვდინებელი საჩუქარი, რომელიც საფრანგეთმა მისცა მას. დონეცკის აეროპორტში დამალული იყო რაღაც, რის გარეშეც რუსეთი ვერ გაძლევს. დრონების საცავები ამ აეროპორტის გარშემო ყველგან გამოჩნდა და ეს საცავები რუსეთის უკანა ხაზზე ორიენტირებული სტრატეგიისთვის მნიშვნელოვანია. შაჰიდის დრონების დონეცკიდან გაშვება, რუსეთის შიგნიდან გაშვების ნაცვლად, ნიშნავს იმას, რომ ამ დრონებს ნაკლები მანძილის დაფარვა უწევთ, სანამ სამიზნეებს მიაღწევენ. ნაკლები მანძილი ნიშნავს ნაკლებ შანსს, რომ დრონები საჰაერო თავდაცვამ გაანადგუროს, ან ელექტრონულმა ომმა გადაამისამართოს. ეს მარტივი განტოლებაა, რაც უფრო ახლოს არის დრონის გაშვების წერტილი, მით მეტ ზიანს მიაყენებენ დარტყმები. მაგრამ უკრაინამ ამას ბოლო მოუღო. 14 აპრილს მან განახორციელა იერიში, რომელშიც რამდენიმე ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენა, რათა გაენადგურებინა დრონების საცავები, რომლებიც რუსეთმა დონეცკის აეროპორტში ააშენა. ოპერაცია, რომელიც უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩაატარეს, ფრანგული წარმოების სკალპის რაკეტებმა გაანადგურეს რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დონეცკში და მათ შეუერთდა კიდევ ერთი იარავი, რომლის შესახებაც მალე გეტყვით. ჯერ კი თავად იერიში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ტელეგრამის პოსტში განმარტა, რა მოხდა იერიშის დროს. ჩვენმა ძალებმა დონეცკის აეროპორტის მახლობლად, დროებით ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, უპილოტო საბრძოლო საფრენი აპარატების საცავები მიზანში ამოიღეს, განაცხადა გენერალურმა შტაბმა, სანამ განმარტავდა, რატომ იყო ეს იერიში ასე მნიშვნელოვანი. უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რუსეთის ოკუპანტების შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შეჩერებლად უკჩესაჩერებლად უკრაინის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი უკანა ხაზზე რუსეთის დასუსტებას ეხება, რათა მისმა შეტევებმა ფრონტზე კრახი განიცადოს და უკრაინამ არ დატოვა არანაირი ეჭვი თავისი იერიშის წარმატებაში. იმის წინასწარ გათვალისწინებით, რომ რუსეთი აუცილებლად შეეცდება განაცხადოს, თითქოს მისმა საჰაერო თავდაცვამ უკრაინის რაკეტები გაანადგურა მანამდე, სანამ ისინი ზიანს მიაყენებდნენ, გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც ადასტურებს იერიშების წარმატებას. ეს არ არის გრძელი ვიდეო, დაახლოებით 20 წამს გრძელდება. მასში ნაჩვენებია ყველაფერი, რაც საჭიროა იმის დასანახად, რომ უკრაინამ გააკეთა ის, რაც თქვა. ორი სამიზნე წრეშია მოქცეული, სავარაუდოდ ისინი გადაღებულია ზემოდან მფრენი სადაზვერვო დრონით. შემდეგ ხდება ძლიერი აფეთქება. პირველი სამიზნე ეცემა, რამდენიმე წამში კი კიდევ ერთი ძლიერი აფეთქება ხდება და მეორე სამიზნეც განადგურებული. მოგვიანებით ჩვენ ხედავთ შედეგებს. ორი ბოლქვავებული ნანგრევი იქ, სადაც ადრე დრონების საცავები იყო. უკრაინამ უბრალოდ მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის არმიას დონეცკში და ამისთვის იდეალური იარაღი აირჩია. საფრანგეთში დამზადებული სკალპის რაკეტები, რომლებიც იგივეა რაც Storm Shadow-ს რაკეტები, ბრიტანეთში წარმოებული, უკრაინაში 2023 წლიდან არის. უკრაინა ამ რაკეტებს მოდიფიცირებული Su-24M თვითმფრინავებიდან უშვებს და უკვე გამოიყენა ისინი მრავალი რუსული სამხედრო ობიექტის, მათ შორის სამხედრო გემების, ლოგისტიკური ჰაბების, აეროდრომებისა და ახლა უკვე დრონების საცავების დასარტყმელად. სკალპის რაკეტები შესაძლებელია გაუშვან ჰაერიდან, გემიდან და წყალქვეშა ნავიდან. მათი მოქმედების რადიუსი ვარიანტის მიხედვით 100-ით 140-დან 550 კილო. ყველა მათგანს აქვს მაღალფეთქებადი გამჭოლი, 400 კილოგრამიანი, ანუ თითქმის 882 ფუნტი, საბრძოლო ქობინი, რაც მათ იდეალურს ხდის გამაგრებულ თავშესაფრებზე გამოსაყენებლად, სადაც განთავსებულია იარაღი, რომელიც რუსეთს სჭირდება უკრაინის დასასუსტებლად. ესენი ძლიერი მოკლე რადიუსის ფრთოსანი რაკეტებია და უკრაინამ წლების განმავლობაში დაამტკიცა, რამდენად ეფექტურები შეიძლება იყვნენ ისინი. სხვა ქვეყნებმა ეს უკვე იცოდნენ ბევრად ადრე ვიდრე პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გარდა, იტალიამ, საბერძნეთმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ანუ UAE-მ, ყველამ შეიძინა სკალპის ან Storm Shadow-ს რაკეტები საკუთარი არსენალისთვის. სხვათა შორის, ეს ორი ბოლო ქვეყანა შეიძლება ომის შემდეგ ეტაპზე მნიშვნელოვან როლს შეასრულოს. ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ირანმა საუდის არაბეთსა და ასტენის შემგზე თავდასხმები დაიწყო, რის გამოც ორივე ქვეყანამ უკრაინასთან 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმებები გააფორმა. ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს სჭირდებათ წვდომა უკრაინის დრონებზე და გამოცდილება შაჰიდებთან ბრძოლაში. ამჟამად უკრაინა იღებს ჩამჭრელ რაკეტებს, ფინანსურ დახმარებას და საწვავის მარაგებს დრონების სფეროში თავისი გამოცდილების სანაცვლოდ, მაგრამ რა შეიძლება მოგვიტანოს მომავალმა? შეიძლება თუ არა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი მზად იყვნენ უკრაინისთვის თავიანთი სკალპის ან Storm Shadow-ს რაკეტების გაგზავნაზე, ამ თავდაცვითი შეთანხმებების ფარგლებში, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული, რადგან აგრძელებს ბრძოლას რუსეთის წინააღმდეგ. დაუბრუნდეთ დარტყმებს დონეცკში. უკრაინის სკალპის რაკეტებმა შეიძლება მთელი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ 14 აპრილს კიდევ ერთი იარაღი იყო გამოყენებული. GBU-39-ის საჰაერო მართოდი ბომბებიც გამოიყენეს რუსეთის დრონების საცავებზე. ეს იყო ორმაგი დარტყმა უკრაინის მხრიდან და არა მხოლოდ ერთი თვალსაზრისით, როგორც მალე გაიგებთ. საფრანგეთი და ASS-ში გაერთიანდნენ შეტევაში, რომელიც აჩვენებს, როგორ იყენებს უკრაინა დასავლეთის მიერ მიწოდებულ ტექნიკას მაქსიმალურად, ხოლო GBU-29 იდეალური იარაღია იმ ობიექტების დასასრულებლად, რომლებშიც უკვე შეიჭრა სკალპი.
ასევე ცნობილი როგორც მცირე დიამეტრის ბომბი, GBU-29 არის 133 კილოგრამიანი, ანუ 250 ფუნტიანი. ყველანაირ ამინდში გამოყენებადი მართვადი საბრძოლო მასალა, რომელიც მიზნისკენ მოძრაობისთვის იყენებს GPS-სა და INS. ზუსტი და იმდენად პატარა, რომ რამდენიმე მათგანის დატვირთვა შესაძლებელია ერთ თვითმფრინავში. GBU-29 ძალიან მოხერხებული იარაღია. მისი სისტემა იყენებს ჭკვიან პლატფორმას, რომელშიც 4 ბომბის დატვირთვაა შესაძლებელი, რაც უკრაინას აძლევს საშუალებას ერთდროულად რამდენიმე ბომბი გაუშვას მიზნების წინააღმდეგ, რომლებიც 40 საზღვაო მილის მანძილზე მდებარეობს. ისინი იაფიცაა, თითოეულის ფასი მხოლოდ $80,000, რაც GBU-29-ს შესანიშნავ გაგრძელებად აქცევს უფრო ძვირად ღირებული საბრძოლო მასალის გამოყენების შემდეგ. სავარაუდოდ სწორედ ეს ვნახეთ ახლახან დონეცკში. სკაუტმა გაანადგურა ის დაცვა, რომელიც რუსეთმა თავისი შაჰიდებისთვის ააგო, ხოლო GBU-29-ები გამოიყენეს საქმის დასასრულებლად. უკრაინამ ეს დარტყმა იდეალურად შეარჩია დრო. ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, ამ თავდასხმის მიზანი იყო რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შემცირება. ეს სწორედ ისაა, რაც ახლა უკრაინას სჭირდება, რადგან რუსეთმა დაიწყო საგაზაფხულო შეტევა, რომელიც გაგრძელდება ზაფხულშიც და სავარაუდოდ შემოდგომაშიც. ამ შეტევას რამდენიმე მიზანი აქვს. მთავარი მათ შორის არის დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზის აღება, იმ ქალაქების დაპყრობა, რომლებიც რუსეთს სჭირდება დონეცკის დასაკავებლად და შესაბამისად საბოლოოდ დონბასის რეგიონის კონტროლის დასამყარებლად, რომელსაც პუტინი მისდირის მას შემდეგ, რაც დაიწყო თავისი ეგრეთ წოდებულ სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ციხესიმაგრეების ხაზი რუსეთისთვის იური სამიზნე არ არის. ხოცი კონსტანტინოვკა-სლოვიანსკის გზატკეცილის გასწვრივ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, ეს არის 50 კილომეტრიანი, ანუ 21 მილის სიგრძის გამაგრებული ხაზები. უკრაინა 10 წელზე მეტია დროსა და ფულს ხარჯავს ამ ხაზის გამაგრებაზე. ყველაფერი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიისთვის მზადების მიზნით. 4 წელზე მეტი ბრძოლის შემდეგ პუტინის ძალები საბოლოოდ იმ მდგომარეობაში არიან, რომ შეუძლიათ დაიწყონ ციხესიმაგრის ხაზის შეტევა. მიწაზე მყოფ ჯარისკაცებს უკვე პირდაპირ მნიშვნელობითაც აღმართთან გამკლავება უწევთ. ციხესიმაგრის ხაზის დიდი ნაწილი მაღლობზეა განთავსებული, რაც უკრაინას აშკარა უპირატესობას აძლევს შემოსული რუსი ჯარისკაცების მიმართ. დრონების გამოყენებით უკრაინა ხედავს ამ ჯარისკაცების მოსვლას და შეუძლია მათ განადგურება იმ ვრცელ სასიკვდილო ზონებში, რომლებიც ციხესიმაგრის ხაზის ქალაქებს აკრავს. რუსეთისთვის ყველაფერი, რაც ციხესიმაგრის ხაზის შიგნიდან დასუსტებას შეძლებს, აუცილებელია გაზაფხულის შეტევის წარმატებისთვის. შაჰიდები გადამწყვეტი იქნებოდა. ეს გრძელდისტანციური დრონები შეიძლებოდა დონეცკის აეროპორტიდან ციხესიმაგრის ხაზისკენ გაეშვათ, პანიკა გამოეწვიათ და უკრაინის თავდაცვა დაეზიანებინათ. მაგრამ ახლა რუსეთის შაჰიდი დრონები დონეცკში აღარ არის და მათთან ერთად ქრება იმედი, რომ პუტინის ადგილზე მყოფ პაიკებს შეიძლებოდათ ციხესიმაგრის ხაზის დასუსტება, სანამ შეტევას დაიწყებდნენ. ისინი შეხვდებიან უკრაინულ ძალებს, რომლებიც მზად არიან მათთვის ყველა მიმართულებით, რადგან უკრაინამ წამოიწყო საშუალო დისტანციის კამპანია რუსეთის წინააღმდეგ, რაც აშკარა დაისახება გაზაფხულის შეტევაზე. სანამ ამას მიუდგებით, ადრე ვახსენეთ, რომ უკრაინამ ერთზე მეტი თვალსაზრისით ორმაგი დარტყმა მიახენა. ეს მხოლოდ სკალპისა და GBU-29-ების გამოყენება არ იყო, რაც რუსეთს დონეცკის აეროპორტში აფორიაქებდა. უკრაინის 14 აპრილის დარტყმა იმდენად მნიშვნელოვანია, რადგან ის აგრძელებს იმას, რაც უკრაინამ ადრე გააკეთა აეროპორტში. ეს ყველაფერი ბევრად უფრო ამძიმებს მდგომარეობას რუსეთისთვის. სხვათა შორის, თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ ამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჭიროთ ღილაკს, რომ არასდროს გამოტოვოთ ჩვენი ვიდეოები. მოდით დავბრუნდეთ მე-7 მარტს. იმ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინულმა ძალებმა დილის საათებში ზუსტი დარტყმა მიაყენეს რუსულ დრონების ობიექტს დონეცკის აეროპორტში. ამჯერად უკრაინამ დაარტყა ცენტრს, რომელსაც United 24 მედიის ცნობით რუსეთი იყენებდა თავისი შაჰიდის დრონების შესანახად, მოსამზადებლად და გასაშვებად. ეს იყო მრავალფუნქციური ობიექტი და უკრაინამ იგი გაანადგურა კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდნენ უკრაინის სარაკეტო ძალები, სახმელეთო ჯარების არტილერიის артиლერია და უკრაინის საჰაერო ძალები. ამ დარტყმაში ასევე გამოიყენეს სკალპის რაკეტები. და ძალიან გავდა იმ თავდასხმას, რომელიც 14 აპრილს ვიხილეთ. მათთან ახლდათ ამერიკული წარმოების იარაღი. უბრალოდ ეს არ იყო GBU-29-ები, როგორც 7 მარტს. იმ მარტს უკრაინამ სკალპისა და ატაკმსის ნაზავით გაანადგურა რუსეთის შაჰიდების ცენტრი. ამ დარტყმაში ატაკემების გამოყენება საინტერესო იყო. 2025 წლის აგვისტოში გაირკვა, რომ აშშ-მ შექმნა ახალი დამტკიცების სისტემა უკრაინისთვის ატაკემების გამოყენებაზე რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ. ეს სისტემა გადიოდა დამტკიცების რამდენიმე დონეს. საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას იღებდა აშშ-თოშის ომის მდივანი პიტ ჰეგზეტი, რომელიც ან თანხმობას, ან უარყოფას აძლევდა. Wall Street Journal-მა განაცხადა, რომ ახალმა სისტემამ ფაქტობრივად დაბლოკა უკრაინისთვის ატაკემების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის უმეტეს ნაწილში, რადგან იმ რამდენიმე შემთხვევაში, როცა უკრაინამ დარტყმებისთვის ნებართვა მოითხოვა, უარი მიიღო. აშკარაა, რომ 7 მარტისთვის რაღაც შეიცვალა. უკრაინას კვლავ შეუძლია სრულად გამოიტანოს ატაკემსის ძალა რუსულ სამიზნეებზე, რის შედეგადაც დონეცკში შაჰიდების ცენტრი დაიცვა. ატაკემს ძალიან სასარგებლო იარაღია უკრაინისთვის, რომ კვლავ ჰქონდეს თავის არსენალში. მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა ატაკემს შეუძლია დაფაროს 165-დან 300 კილომეტრამდე მანძილი, ანუ 102-დან 186 მილამდე, გამოყენებული ბლოკის მიხედვით. ის საკმაისად სწრაფია, რომ აიცილოს რუსული საჰაერო თავდაცვა. რაკეტას შეიძლება ჰქონდეს მაღალი აფეთქების ქობინი, ან მაღალი აფეთქების ფრაგმენტაციული ქობინი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 300-დან 950-მდე სუბმუნიციის მიწოდება სამიზნეზე.
ასე რომ შესაძლოა 7 მარტს ვიხილეთ რაღაც მსგავსი, რასაც ვეჭობთ რომ 14 აპრილსაც ვიხილეთ. სკალპმა შეაღწია ამერიკაში წარმოებულმა შემდგომმა იარაღმა გაანადგურა. და ვქვით ადრე 2 მაგიდარტმა, იქნებოდა გვეთქვა 3 მაგიდარტმა. 28 მარტს United 44 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ კიდევ ერთხელ მიიტანა დარტყმა დონეცკის აეროპორტზე. ამჯერად სამიზნე იყო მობილური გამშვები დანადგარები, რომლებიც რუსეთმა ამ ტერიტორიაზე განათავსა და რომლებსაც პუტინის ძალები იყენებენ შაჰიდის დრონების უკრაინის ქალაქებისკენ გასაშვებად. ეს თავდასხმა განსხვავდებოდა იმ ორიდან, რომლებიც ვახსენეთ, რადგან ის განხორციელდა უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის მიერ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინამ დრონები გაუშვა, დრონების გამშვები დანადგარების გასანადგურებლად და ამ პროცესში მინიმუმ 4 მათგანი გაანადგურა. აქ ჩვენ ხედავთ სისტემურ კამპანიას იმისთვის, რომ დონეცკის აეროპორტი, რომელიც რუსეთმა შაჰიდების მთავარ ჰაბად გადააქცია, სრულიად გამოუსადეგარი გახდეს. შთაბეჭდავია, რომ უკრაინა ამ ჰაბის დასაზიანებლად სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალას იყენებს. სკალპი და ატაკამსი უზარმაზად ცეცხლის ძალას აწვდიან, რომელსაც მთელი შენობების განადგურება შეუძლია. GBU-39-ის მართვადი ბომბები სავარაუდოდ გამოიყენება შემდგომი შეტევებისთვის, რომლებიც ანადგურებს დრონებს და უზრუნველყოფს, რომ რუსეთს არ კონდეს შანსი შეაკეთოს ის ზიანი, რომელსაც უკრაინის დასავლური რაკეტები აყენებს. რაც შეეხება დრონებს, ისინი გამოიყენება ზუსტი დარტყმებისთვის გამშვებ დანადგარებზე და მსგავს ობიექტებზე, რაც უზრუნველყოფს, რომ რუსეთმა ვერც კი გამოიყენოს შაჰიდის დრონების შემცირებული მარაგი, რომელიც დონეცკის აეროპორტში აქვს. ეს უკრაინის მხრიდან წარმოუდგენლად გონივრულია, რაც უფრო მეტად ურტყამს დონეცკის აეროპორტს, მით უფრო იზრდება ალბათობა, რომ რუსეთის ძალებს მოუწევთ უკან დახევა და ახალი შაჰიდის გაშვების პუნქტის შექმნა უკრაინის რაკეტების მოქმედების არეალის მიღმა. და თუ შაჰიდის გაშვების პუნქტების უკან გადატანა გახდება საჭირო, ყველა ის უპირატესობა, რაც ახლოს მდებარე ადგილებიდან გაშვებას უკავშირდებოდა და რაც ადრე ვახსენეთ, გაქრება. დაუბრუნდეთ 14 აპრილს, ვინც უკრაინის საშუალო და გრძელდისტანციურ დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ ადევნებს თვალს, უკვე ექნება ეთვი, რომ დონეცკში დრონების საცავის განადგურება შეიძლება არ იყოს ერთადერთი, რაც უკრაინამ იმ პრეს გააკეთა. ეს ადამიანები მართალი იქნებოდნენ. სხვა დარტყმებიც განხორციელდა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე ობიექტებზე, რაც თან ახლდა რუსეთის შაჰიდებზე განხორციელებულ ხმაურიან თავდასხმას. ზაპოროჟიეს რეგიონში უკრაინამ დრონები გაუშვა ოკუპირებულ აზოვსკის დასახლებაზე. ამ დასახლებაში არსებულ საბრძოლო მასალის საწყობებს იყენებდნენ რუსი ჯარისკაცების მომარაგებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზაპოროჟიეს ქალაქისკენ წინსვლას, მაგრამ ახლა ისინი აღარ არსებობს, რადგან უკრაინის დრონებმა ისინი მთლიანად გაანადგურეს. დონეცკში უკრაინამ ასევე დაარტყა ოზუისა და კულიკივსკის დასახლებებს. კიდევ ერთხელ სამიზნე იყო საბრძოლო მასალის საწყობები და ეს ყველაფერი უკრაინის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გაზაფხულის შეტევის ყველა ასპექტის დასუსტებას. შაჰიდების განადგურებით თქვენ ასუსტებთ რუსეთის შორი მოქმედების სტრატეგიას. თუ გაანადგურებთ საბრძოლო მასალის საწყობებს, რუსეთის ჯარებს ადგილზე იძულებული გახდებათ შეტევები ხელცარიელებმა წამოიწვონ, რაც მათ უკრაინის საბრძოლო ზონებში მოქმედი დრონებისთვის მსხვერპლად აქცევს. ეს ყველაფერი ემსახურება გამოფიტვის სტრატეგიას, რომელიც 2026 წელს უკრაინისთვის ძალიან კარგად მუშაობს. შორმანძილზე მოქმედი დრონების მიმართულებით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთს გადაასწროს როგორც გაშვებული დრონების რაოდენობით, ასევე იმ სამიზნეების მოცულობით, რომელსაც ეს დრონები ურთყამენ. ომის უმეტეს პერიოდში რუსეთი ამ მიმართულებით უკრაინას მნიშვნელოვნად უსწრებდა, რაც უპირატესობა იყო და მასზე განსაკუთრებით დაყრდნობილი იყო 2025 წლის მეორე ნახევარში. იმ წლის ბოლოსთვის რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ თვეში საშუალოდ 5000-ზე მეტ შაჰიდის ტიპის დრონს უშვებდა. ოქტომბერში 5298, ნოემბერში 5447 და დეკემბერში 5131 დრონის გაშვებით. ეს მკვეთრი ზრდა იყო იმ დრონების რაოდენობაში, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ყოველთვიურად იყენებდა 2025 წლის დასაწყისთან შედარებით და ეს ესკალაციის ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. ამ ტენდენციის შეცვლა არის უკრაინის მიზანი, სწორედ აქ შემოდის დონეცკზე განხორციელებული დარტყმები. რუსეთი კვლავ ცდილობს ესკალაციას და ამას წარმატებით ახერხებს. მარტში უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის მიერ გაშვებული 6462 დრონი დაუპირისპირდათ, რაც კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე 2025 წლის ბოლოს ვიხილეთ. მაგრამ რაღაც შეიცვალა, სინამდვილეში 2 რამ. პირველ რიგში უკრაინამ რუსეთის შაჰიდის ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა 2025 წლის ბოლოდან. 6462 დრონიდან, რომელიც რუსეთმა მარტში გაუშვა, 5823 ჩამოაგდეს მანამ, სანამ ისინი მიზანს მიაღწევდნენ, რაც უკრაინას 90%-იან ჩამოგდების მაჩვენებელს აწაძლევს. ახლა გაიხსენეთ, რაც დონეცკის აეროპორტის ადგილმდებარეობაზე და მის უკრაინის დაუკავებელ ტერიტორიასთან სიახლოვეზე ვთქვით. შაჰიდის საწყობების დონეცკში დაკავებით, უკრაინა აიძულებს რუსეთს შაჰიდების უფრო დიდი მანძილიდან გაშვებას, რაც მეტ შესაძლებლობას ქმნის ამ დრონების ჩამოსაგდებად. მოელით, რომ უკრაინის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი აპრილში 90%-ს გადააჭარბებს. თუ ასე მოხდა, გვეცოდინება, რომ უკრაინის სტრატეგია მუშაობს. მეორე რაღაც არის ის ბოლო რამ, რაც პუტინს სურს რომ მოისმინოს. რუსეთის ლიდერი დიდად ეკრდნობა გრძელდისტანციურ დრონებს, იმ სამუშაოს შესასრულებლად, რასაც მისი სახმელეთო ძალები ვერ ახერხებენ. დრონების დიდი რაოდენობა, რომლის გაშვებაც რუსეთს შეეძლო, იყო ის, რითაც პუტინი წლების განმავლობაში უკრაინას აშინებდა. აღარ არის ასე. იმავე მარტში, როდესაც უკრაინამ 90%-იანი ჩამოგდების მაჩვენებელი მიაღწია, პირველად მოხდა, რომ უკრაინა გრძელდისტანციური დრონების შეჯიბრში რუსეთს აჯობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავისივე თავი გამოავლინა, როცა განაცხადა, რომ მარტის განმავლობაში 7347 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთი უშვებს და ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინამ უკვე გადაასწრო რუსეთს გრძელდისტანციური დრონების მიმართულებით. ახლა უკრაინას რუსეთზე მეტი გრძელდისტანციური დრონი აქვს და აქტიურად იყენებს მათ. დონეცკზე თავდასხმა იყო მაგალითი იმ ახალი უპირატესობისა, რომელიც უკრაინამ მოიპოვა ბრძოლის ველზე. როდესაც რუსეთი 2025 წლის ბოლოს აძლიერებდა თავის გრძელდისტანციურ კამპანიას, უკრაინა აქტიურად მუშაობდა ახალი თაობის საშუალო დისტანციური დრონების შექმნაზე, რაც მისცემდა საშუალებას დრონების ომის ყველა ასპექტი დაეფარა. მოკლედისტანციური FPV დრონები ფრონტის ხაზზე რუს ჯარისკაცებს მუსხსავლებენ. გრძელდისტანციური დრონები და რაკეტა დრონის ჰიბრიდები თავად რუსეთის სიღრმეში ახორციელებენ დარტყმებს, შიგნიდან ანადგურებენ რუსულ საომარ მანქანას. ახლა კი საშუალო დისტანციის დრონები უკრაინას საშუალებას აძლევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ პოზიციებზე დარტყმები განახორციელოს ისე, რომ არ დახარჯოს უფრო ძვირადღირებული გრძელდისტანციური დრონები. ეს საშუალო დისტანციის დრონები უერთდებიან დასალურ რაკეტებსა და მართვად ბომბებს, რომლებსაც მსგავსი მანძილი აქვთ, რათა ქაოსი შეიტანონ რუსეთის ახლო ზურგში. უკრაინის საშუალო დისტანციის დარტყმები მას საშუალებას აძლევს უფრო ხშირად და უფრო ძლიერი ძალით დაარტყას ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის სასაზღვრო რეგიონებში, ვიდრე ოდესმე. ციფრები უკრაინის სასარგებლოდ იხრება. ახლა, როდესაც უკრაინა უფრო მეტ რაკეტას უშვებს რუსეთის დრონების საცავებზე დონეცკში, სწორედ უკრაინაა ის ქვეყანა, რომელიც უფრო ძლიერად იყენებს დრონების უპირატესობას, რომელიც აქამდე რუსეთს ჰქონდა. და კიდევ ერთი დეტალია, რაც უკრაინამ 14 აპრილს შეძლო და რომლის აღნიშვნა ცხირს. უკრაინის დარტყმები გამორჩეულ კოორდინაციასა და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალის გამოყენების მზარდ უნარს აჩვენებს, რათა რუსეთს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს. ეს ვხედავთ თავად დონეცკშიც, სადაც უკრაინამ რაკეტები და მართვადი ბომბები გამოიყენა დრონების საცავების გასანადგურებლად, ასევე დრონები დონეცკში საბრძოლო მასალის საწყობების გასანადგურებლად. ეს არის მრავალმხრივი დარტყმის მეთოდები, რომლებიც ერთიანი ოპერაციის ფარგლებში გამოიყენება, რაც მიუთითებს უკრაინის სამხედრო ძალების სხვადასხვა დანაყოფებს შორის მაღალი კოორდინაციის დონეზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას შეუძლია გააფართოს თავისი შეტევების საერთო მასშტაბი, რაც დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. სად უნდა განთავსდეს ეს თავდაცვითი სისტემები? რას უნდა ეცადონ, რომ დაარტყან? ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის გაცემასაც უკრაინა ახლა რუსეთს რეალურ დროში აიძულებს, როცა დარტყმები მიმდინარეობს. ხშირად პასუხი ისაა, რომ რუსეთი ცდილობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა ძალიან ფართოდ გაანაწილოს, რაც უკრაინას საშუალებას აძლევს ერთდროულად რამდენიმე ობიექტს დაარტყას, მაგრამ მაშინაც კი თუ რუსეთი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას ერთ ობიექტზე კონცენტრირებს, სხვა ობიექტი დაუცველი რჩება. პუტინის ძალები აღმოჩნდებიან ჩიხურ მდგომარეობაში. უკრაინა მხოლოდ გაუმჯობესებს ამ ტიპის სიტუაციების შექმნის უნარს, რადგან ავითარებს საშუალო რადიუსის დრონების შესაძლებლობებს, იმ დონემდე, რომ მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება მეტი დარტყმისთვის რაკეტებთან და მართვად ბომბებთან ერთად. და სანამ რუსეთი ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რასაც უკრაინა აგზავნის დონეცკის ცაში, მას კიდევ უფრო დიდი პრობლემები აქვს მიწაზე. ჩვენ აღვნიშნეთ, თუ როგორ ასუსტებს ასეთი ტიპის საშუალო რადიუსის დარტყმები რუსეთის გაზაფხულის შეტევას დონეცკში. არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ეს უკვე ხდება. რაღაც ანადგურებს რუსეთის ჯარებს ისე როგორც არასდროს და ციფრები მოწმობს რუსული შეტევის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ დაწყებამდე დაინგრა. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალები. უკრაინის უახლესი დარტყმების შესახებ რუსეთის წინააღმდეგ და მადლობა როგორც ყოველთვის რომ უყურეთ.